რა განწყობით ხართ დღეს ამ მიტინგზე მოსული? აი, დიდი იმედით. გადადგება სააკაშვილი და ხალხი გაიმარჯვებს. არ გამოიყენებს ხელისუფლება არაფერ შემთხვევაში. ყოაქ არ უნდა გამოიყენოს და ეხლა თუ დასამარება უნდა თავის გამოიყენოს ჩვენ საკაბართ. ვითმენთ ხელისუფლების თავაშვებულობას. შემდობი ხალხი ვართ, ბევრ რამეს შეცდომა თუ უთვლით ხოლმე ხანდახან დანაშაულს და ბევრს ვითმენთ, მაგრამ ყველას აქვს და ყველაფერს აქვს დასასრული, მოთმინებას აქვს დასასრული. არა, შეუნდობთ ოღონ წავიდეს და დაასვენოს ეს ხალხი რა. არსებობს უზენაესი საჭუდა იმან ჩაატაროს არჩევნები და ხალხი სამართლიანია, ხალხი აირჩევს. იმიტომ რომ 28 ოქტომბერს არჩევნები იყო, 90 იმნაირი არჩევნები სოფლიოში არ ჩატარებულა. არც ერთი ოქმი არ დაწერილი. ისეთი დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა ზვიად გამსახურდა და მთელ სოფლიოს დაანახია, აი როგორი არჩევნები უნდა ჩატარდეს. აი ეს არის სამართლიანობა და კანონირების აღდგენა. ქრისტეს გზა. ღმერთი გფარავდეს. როგორ ფიქრობთ, გაგრძელდება მიტინგები? გაგრძელდება კი. პრეზიდენტი არ გადადგება. ზუსტად ვიცი რომ არ გადადგება. ისთვის უნდა იყოს ხალხი მზად ყველაზე უარესი შეიძლება. ამისგან ყველაფერი ამასალოდნა. ყველაფრისთვის ალბათ. მაგრამ მზად ვართ. აი მართლა ვიძახი, ქალი ვარ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიდგებ. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს აქცია? რამდენ ხანსაც საჭირო იქნება შენ შემოგევლე? რამდენ ხანსაც? აუცილებლად უნდა გადადგეს, სხვა გზა არა. რა განწყობით ხარ მას? მე საქართველოს სიყვარული და მიშას წასვლის მაგის. რატო უნდა წავიდეს? იმიტომ რომ გაგვამწარა მეტი რაღა უნდა ქნას, თო? ცხოვრება გაგვიმწარა ჩვენს მაკაცებს, ჩვენ ოჯახებს და მთელ საქართველოს. გენაცვალოთ ჩემი თავი, მე ვიყო არაკაცი თუ არ გავაგდო პანჩურით მაგის დედავად. არ შეიძლება სიყალბეს აშუქებდეს მუდმივად ერთი და ეგრე ტელევიზია. ჩვენ გვინდა სიმართლე და ნუ უმალავთ ამ სიმართლეს. აი ხა მირეკამე რაიონიდან ტელევიზიები გაითიშა და აბსოლუტურად ვაკუუმში არიან. ეს უნდა იცოდეს მთელმა მოსახლეობა, რა ხდება დედაქალაქში. ის რაც ხდება დედაქალაქში, ის ავტომატურ რეჟიმში გადადის შემდეგ რაიონებში. ყველაფერა მოსული, დაწყებული, არ ვიცი მე, ჩვეულებრივი უბალო ხელოსნებიდან, მუშებიდან დამთავრებული მასწავლებლებიც და რა ვიცი, ბავშვებიც ყველა ამოსული. ამაშია ზუსტად თელი სიდიადე იმის რომ ჭრელია ოპოზიცია. ამ ოპოზიციაში არის აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულების ხალხი, რომლებიც გაერთიან და რამ გაერთიანა? არაფერმა. გარდა იმისა, რომ იცი რომ ეს მთელი საქართველო არის აი ზურგში ჩარტყმული, იცით? და დაჩოქებული და ქართველი კაცი ვერ იქნება დაჩოქილი. მოკლე ხანში თვითონვე მიხვდება, რომ სადაც არასჯობს, გაცლასჯობს რა. ეს არის ქართველი ერის და ხალხის ნება და ოპოზიცია ამბობს, რომ რევოლუცია აღარ გინდა. არ გვინდა რა თქმა უნდა და მე ვფიქრობ რაღაცა სხვა ფორმით მოხერხდება ეს ამბავი. და თქვენი მოლოდინი და დღევანდელი რეალობა, ანუ დღევანდელი დღეს ელოდებოდით ამ აქციას, რამდენად გამართა მოლოდინი საზოგადოებრივ? იმაზე მეტად ვიდრე ველოდებოდი თან ამინდის პირობაზე ვითარების, დაშინების. ჩვენი ხალხი მაგარი ხალხია, ეს ვიცი დანამდვილებით ჩვენ უნდა ვიყოთ მისი ღირსი და ადეკვატური, მე ესე მგონია პოლიტიკოსები. ჩვენი ხალხი ასრებს პოლიტიკურ ელიტას, ეს ფაქტია.